ტრამპი ჩინეთს ჯოჯოხეთში აგზავნის პეკინში ჩასვლამდე ამ სამშაბათს 2026 წლის 12 მაისს. მოგზაურობა, რომელიც 14 და 15 მაისს არის დაგეგმილი, სი ძინპინს აუტანელი ზეწოლის წინაშე აყენებს. რადგან თეთრი სახლი ჩამოდის მოთხოვნებით ირანთან, იშვიათ მიწა ელემენტებთან, ტაივანთან, ნავთობთან და პოტენციურ ჩინურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, თეირანის სამხედრო მანქანასთან დაკავშირებულ ჯაჭვებზე. დონალდ ტრამპი მხოლოდ სასაუბროდ არ ჩამოდის, ის ჩამოდის მოთხოვნების წასაყენებლად. ჩინეთი, რომელმაც სცადა ჩუმად განვითარება, ამავე დროს ყიდულობდა ირანულ ნავთობს, აკონტროლებდა კრიტიკულ მინერალებს და ამასთანავე აჭერს ტაივანს ინდოწყნარ ოკეანეში. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გავოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით და სანდოობის სტანდარტით. მილსონ ალვესი, წნეხი ირანით იწყება. ვაშინგტონმა მაგიდაზე დააკენა მკაცრი მოთხოვნა იმ კომპანიებისა და პირების მიმართ, რომლებიც ბრალდებულნი არიან ირანული ნავთობის ჩინეთში გაგზავნის ხელშეწყობაში. 11 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სანქციები დაუწესა 3 პირსა და 9 კომპანიას, მათ შორის ჰონგ-კონგთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ომანთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებიც სავარაუდოდ ეხმარებოდნენ თეირანს ნავთობის გაყიდვაში და რევოლუციური გვარდიის ფინანსური ქსელების გამოკვებაში. ტრამპს არ სურს, რომ ჩინეთი ირანისთვის ეკონომიკურ სუნთქვად დარჩეს. მაშინ, როცა თეირანი ენერგორესურსების მარშრუტებს ემუქრება, აფინანსებს ჩინეთის რეგიონალურ მოკავშირეებს და ეწინააღმდეგება ამერიკის ყოფნას ახლო აღმოსავლეთში. პეკინი ცდილობს თავის დაცვას და აცხადებს, რომ ეს სანქციები უსამართლოა, მაგრამ ეს რეაქცია მხოლოდ აჩვენებს ზეწოლის მასშტაბს. ბოლო წლებში ჩინეთმა ირანული ნავთობის დიდი რაოდენობა შეიძინა და თეირანის ეკონომიკური გადარჩენისთვის აუცილებელ ნაწილად იქცა. ეხლა, როდესაც ტრამპი პირადად მიემგზავრება ჩინეთის დედაქალაქში, სი იძულებული იქნება გაუმკლავდეს ერთ უხერხულ კითხვას. ჩინეთს სურს აღიქმებოდეს როგორც პასუხისგებელი ძალა, თუ როგორც ქვეყანა, რომელიც ირანს ეხმარება ფულის ბრუნვის შენარჩუნებაში. სწორედ ასეთ კრიზისში ეს იყო ის რეპუტაციული ზიანი, რომლის თავიდან აცილებაც პეკინს სურდა. მოგზაურობა ჯერ არც კი დაწყებულა, მაგრამ ჩინეთის მთავრობა უკვე გრძნობს პოლიტიკურ ფასს თეირანთან დაახლოების გამო. ჰორმუზის სრუტე ამ ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს. სპარსეთის ყურეში კრიზისმა პირდაპირ დაარტყა ჩინეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რადგან პეკინის ეკონომიკისთვის საჭირო ნავთობის დიდი ნაწილი გრძნობიარე საზღვაო მარშრუტებით გადის. როიტერის მონაცემებით, ჩინეთის ნავთობის იმპორტი აპრილში 9.37 მილიონ ბარელამდე დაეცა დრეში, რაც თითქმის 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იმავდროულად, ჰორმუზის სრუტის მარშრუტზე დაკავშირებული შესყიდვები ომისა და ბლოკადის გამო მკვეთრად შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ტრამპი პეკინში იმ დროს ჩადის, როცა თავად ჩინეთი შორიდან მართვას რომ ცდილობდა, იმ კრიზისს უკვე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. თეთრი სახლიც ასევე აყენებს მოთხოვნას იშვიათი მიწების საკითხზე. ჩინეთმა სცადა კრიტიკული მინერალები ზეწოლის იარაღად გამოეყენებინა შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაგრამ ეს იარაღი თავად ჩინეთის რეჟიმის საჯარო მხილებად იქცა. ეს მასალები გამოიყენება თავდაცვის სისტემებში, ტექნოლოგიებში, ჩიპებში, ელექტრომანქანებში, რადარებში, დრონებში. ტრამპი ამ საკითხს სი ძინპინთან შეხვედრაზე პოლიტიკურ ბრალდებად იყენებს. ჩინეთის სტაბილურობის გატიდვას ცდილობს, მაგრამ ეკონომიკურ დამოკიდებულებას იარაღად იყენებს. ეს მოთხოვნა მძიმეა, რადგან იშვიათი მიწები სიამას კარგად იცის. ამიტომ ტრამპთან შეხვედრა მისთვის კომფორტული არ არის. ტრამპის ვიზიტი ჩინეთის უპირატესობას დიპლომატიურ პრობლემად აქცევს. ტაივანი კიდევ ერთი დაძაბულობის წერტილი იქნება. ტრამპმა განაცხადა, რომ სურს სი ძინპინთან განიხილოს ტაივანისთვის იარაღის გაყიდვები და ასევე ჰონგ-კონგში დაპატიმრებული ბიზნესმენის ჯიმი ლაის საქმე. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ამ თემებზე ისაუბრა მოგზაურობამდე, მათ შორის ტაივანისთვის მილიარდიანი იარაღის პაკეტზე და ჰონგ-კონგში თავისუფლებების საკითხზე პრეტენზიაზეც. პეკინისთვის ეს ფეთქებად საშიშია, რადგან ტაივანი ჩინეთის პოლიტიკური ამბიციის ცენტრს ეხება, ხოლო ჰონგ-კონგი რეჟიმის რეპრესიულ სახეს აჩვენებს. ჩინეთს სურს ტაივანის შიდა საკითხად განიხილოს, მაგრამ ტრამპი რეგიონული უსაფრთხოების საკითხს დღის წესრიგში ძალით აყენებს. კუნძული სტრატეგიულია ინდოწყნარი ოკეანის რეგიონისთვის. ჩინეთისთვის ის ჩიპების წყაროა, ხოლო პეკინის წინააღმდეგ სამხედრო ბალანსისთვის მნიშვნელოვანია. სი ძინპინს ტაივანის დაშინების თავისუფალი გზა აღარ ექნება. შეხვედრა პეკინში, შესაბამისად, ჩინეთის ლიდერს საკუთარ ეზოში ზეწოლის წინაშე აყენებს. ტრამპი ჩინეთში მიდის, მაგრამ თან მიაქვს ტაივანის, ამერიკის საზღვაო ძალების, ტექნოლოგიისა და აზიელი მოკავშირეების ჩრდილი. ჰონგ-კონგი კიდევ უფრო ზრდის უხერხულობას. ჯიმი ლაი ჩინეთის მხრიდან კრიტიკული ხმების ჩახშობის საერთაშორისო სიმბოლოდ იქცა.
ამ თემის სი ძინპინთან წამოწევით, ტრამპი ჩინეთზე ზეწოლას ახდენს იმ სფეროში, რომელსაც პეკინი ვერ იტანს, პოლიტიკურ თავისუფლებაზე. ჩინეთის რეჟიმს ურჩევნია ვაჭრობაზე, ტარიფებსა და შეთანხმებებზე საუბარი, რადგან ამ საკითხებში შეუძლია რიცხვებზე მოლაპარაკება. მაგრამ როცა საუბარი გადადის დაპატიმრებაზე, ცენზურაზე, რელიგიასა და სოციალურ კონტროლზე, ჩინეთის იმიჯი აშკარად ჩანს. დონალდ ტრამპი ამ საკითხს იყენებს იმის საჩვენებლად, რომ ვიზიტი მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს არ ეხება. ის ასევე ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ეპყრობა პეკინი მათ, ვინც კომუნისტურ პარტიას ეწინააღმდეგება. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვედრაც პეკინის წინააღმდეგ მოქმედებს. ირანის წარმომადგენლის ვიზიტი ჩინეთში ტრამპის ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე შეედგა. პეკინი კი ცდილობდა თავი წარმოეჩინა როგორც დიალოგისა და სტაბილურობის დამცველი. მაგრამ ვაშინგტონისთვის სურათი სხვაგვარია. მაშინ როცა ირანი კრიზისის ცენტრშია, ჩინეთი დიპლომატიურ სივრცეში თეირანს უჭერს მხარს. ეს ტრამპს აძლევს ძლიერ შესაძლებლობას პირდაპირ სისმოს თხოვოს პასუხი. თუ ჩინეთი ამბობს, რომ ირანზე გავლენა აქვს, მაშინ ამ გავლენას უნდა გამოიყენოს დაძაბულობის შესამცირებლად. თუ არ იყენებს, ეს აჩვენებს, რომ მისი დიპლომატია უფრო მოკავშირეების დასაცავად მუშაობს, ვიდრე საფრთხეების შესაკავებლად. ტრამპის გათვლა მარტივი და მკაცრია. პეკინი ენერგიაზე, ექსპორტზე, ბაზრებზე წვდომასა და საზღვაო მარშრუტების სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ტაივანზე ზეწოლის შენარჩუნება, იაფი ირანული ნავთობის შეძენა, იშვიათ მიწა ელემენტების კონტროლი და გავლენის გაფართოება ახლო აღმოსავლეთში. ტრამპი ყველა ამ საკითხს ერთ მაგიდაზე აყენებს. ეს არის აუტანელი ზეწოლა. ჩინეთს ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მოუწევს პასუხისგაცემა, ისე რომ ვეღარ შეძლებს ერთი კრიზისის მეორეთი დამალვას. ისტორია გვიჩვენებს, რომ ამერიკელი პრეზიდენტების ვიზიტები ჩინეთში შეიძლება შეცვალოს ვითარება, როცა ვაშინგტონი ზუსტად იცის, სად უნდა მოახდინოს ზეწოლა. 1972 წელს რიჩარდ ნიქსონი პეკინში ჩავიდა და ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული მეტოქეობის გამოყენებით ცივი ომის ახალი ეტაპი გახსნა. ვიზიტი, დიპლომატიური ტურიზმი არ ყოფილა. ეს იყო სტრატეგიული მანევრი, რომელმაც ჩინეთი იზოლაციიდან გამოიყვანა და შეერთებული შტატები კომუნისტურ ზესახელმწიფოებს შორის დაპირისპირების ცენტრში მოაქცია. ეხლა დონალდ ტრამპი პეკინში სხვა ტიპის ზეწოლით შედის. ის მხოლოდ დაახლოებას არ სთავაზობს. ის ჩამოდის ირანულ ნავთობს, კრიტიკულ მინერალებს, ნავთობს, ჰონგ-კონგს და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ითხოვს. მეთოდის ლოგიკა მსგავსია. ნავთობი, ის დაახლოებას არ სთავაზობს. კრიტიკული ნავთობი, კრიტიკული ესეთი პროდუქტები. ის ჩამოდის ირანულ ნავთობს, კრიტიკულ მინერალებს, ნავთობის პროდუქტებს, მინერალებს, როგორიცაა ირანული ნავთობი ითხოვს. რიჩარდ ნიქსონმა კომუნისტური გაყოფა გამოიყენა. დონალდ ტრამპი იყენებს ჩინეთის ენერგიაზე, ვაჭრობასა და გლობალურ სტაბილურობაზე დამოკიდებულებას. კიდევ ერთი ისტორიული მაგალითი დაგვეხმარება ტაივანის მნიშვნელობის გაგებაში. 1995 და 1996 წლებში ჩინეთმა ტაივანის დასაშინებლად რაკეტების ტესტები ჩაატარა და სამხედრო წვრთნები გამართა. ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი იყო ავიამზიდების გაგზავნა რეგიონში, რაც აჩვენებდა, რომ პეკინი შეიძლებოდა ემუქრებოდეს, მაგრამ მარტო ვერ აკონტროლებდა სრუტეს. ამ ეპიზოდმა ჩინეთის სტრატეგიაზე ღრმა კვალი დატოვა. მას შემდეგ პეკინმა დაიწყო ინვესტირება საზღვაო ძალებში, რაკეტებსა და ტექნოლოგიაში, რათა შეეჩერებინა ამერიკის მხრიდან ძალის მორიგი დემონსტრირება. მაგრამ ეხლა დონალდ ტრამპი იგივე ნერვს ეხება. ტაივანისთვის იარაღის მიწოდებით, პოლიტიკურ ზეწოლით და ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში ბალანსის დაცვით. სი ძინპინისთვის ეს დეტალი არ არის. ეს არის შეხსენება იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ აქვს ძალა შეეხოს ჩინეთისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხში, პირდაპირ პეკინში. ჩინეთისთვის ჯოჯოხეთი იმ პასუხებშია, რომლებიც სი ძინპინმა უნდა გასცეს ტრამპის, ბაზრების, ტაივანის და აზიელი მოკავშირეების წინაშე. და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აკვირდება, იმოქმედებს თუ არა პეკინი როგორც პასუხისგებლიანი ძალა, თუ როგორც კრიზისების ჩუმი მხარდამჭერი და საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.